თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხუსების წესი მარტივდება. თბილისის ვიცემერის ალექსანდრე მარგიშვილის განცხადებით, გასხუსების ახალი წესი მოქალაქეთა ინტერესებზე ამორგებული მისიო განმარტებით. ამ წესის მიხედვით აუქციონი ერთი დღის ნაცვლად რამდენიმე დღეს გასტანს. დაინტერესებულ პირს შეიძლება ვაჭრობა აუქციონის გამოცხადების პირველივე დღეს დაიწყოს და აუქციონის ვადის ამოწურვამდე გააგრძელოს. ვადას ყოველ კონკრეტულ აუქციონზე თბილისის მთავრობა განსაზღვრავს. მისი თქმით, გრძელვადიანი პერიოდი მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს თვალიადევნოს ვაჭრობის პროცესს, მხოლოდ ერთ დღეზე არ იყოს დამოკიდებული. გასხვისების წესი გამარტივდა, გახდა უფრო დემოკრატიული. მეტ მსურველს ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს აუქციონში მონაწილეობა. თვითონ აუქციონის ხანგრძლივობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. ცვლილება მიზნად ისახავს იმას, რომ არც ტექნიკურმა, არც სხვა რაიმე პრობლემამ არ შეუშალოს ხელი ინვესტორს. მოკლევადიანი აუქციონი შეიძლება რამდენიმე დღიანით, ეს პირიქით ქმნის ძალიან დიდ საფრთხეებს, ნეპოტიზმის და კორუფციის საფრთხეს და ასევე იძლევა არაჩვეულებრივ გარემოს თაღლითებისათვის, ვინაიდან რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება ინფორმაციის დაცვა ვერ მოხდეს ელექტრონულ სისტემაში და ფაქტიურმა ვაჭრობამ და აუქციონმა უკვე გადაინაცვლოს ამ ინტერნეტ სივრცის გარეთ.